ნაკრების მიმართვა ქომაგებს, ვინ შეცვლის კოჩორაშვილს, რას ამბობს ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი და ვის შეჩერებას გეგმავს ალბანელი მცველი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. მართალია ბოლოს დაუმარცხდით, მაგრამ შეუძლებელია ყველა თამაში მოიგო და ყველა შეხვედრა საუკეთესოდ ითამაშო. ზოგჯერ წაგება საჭიროა გამოსაფხიზლებლად. გამოფხიზლების დრო კი ახლა, თბილისში, ალბანეთის წინააღმდეგ. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ჯგუფის მოსაგებად ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ალბანეთი სექტემბერში უკვე დავამარცხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში გამარჯვება ადვილი იქნება, რადგან არც თუ ისე მარტივი მეტოქე გვყავს. მით უფრო რომ ბოლო ორი თამაში წააგეს და ახლა დიდი მოტივაციით იქნებიან. ალბანეთს კაპიტან ბერათ ჯიმსთან ერთად კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. თუმცა ალბანეთის ნაკრების მწვრთნელის სილვინიოს განკარგულებაში ბევრი ნორმალური კლასის ფეხბურთელია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ნაკრებს მხოლოდ ალბანეთთან წინა შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორი გიორგი კოჩორაშვილი ვერ დაეხმარება. მას ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია აქვს. პოზიციურად სანიოლს განკარგულებაში ორი ფეხბურთელი ხავს: შოთა ნონიგაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი. ვის დააყენებს ვილი სანიოლი ძირითადში, ეს უკვე გადაწყვეტილია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე შეხვედრამდე ვილი სანიოლიმ და ლაშა დვალმა ისაუბრეს, რომელმაც ასევე ქომაგებს მიმართა. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი. დაავაიქე ვიდეო და გამოიწერია. უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყეთ. ფეხბურთელებს ამაზე ვესაუბრე. იმედი მაქვს ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. ლობჟანიძის არ გამოძახების ერთ-ერთი მიზეზი მანძილიცაა და ისიც, რომ შეიძლება ის ჩვენს სისტემაში ამ წუთისთვის არ ჯდებოდეს. მე შეზღუდული ვარ. თითოეული თამაშისთვის 23 კაცი უნდა შევარჩიო. ამ ეტაპზე საბამ ადგილი ვერ მოიპოვა. უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ლოჩოს ბრალი არაა. ზოგადად ჩეხეთთან შეხვედრა რომ გავიხსენოთ, ის დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგი იყო. კიტეიშვილს კი რაც შეეხება, ალბანეთთან თამაშისთვის მზადაა. უკრაინასთან დაღლობის ფაქტი უფრო იყო, ვიდრე ტრავმა. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ შეცვლის კოჩორას, თუმცა ამას ხვალ მინდორზე ნახავთ. უკრაინასთან დავმარცხდით, თუმცა მოგებად შეგვეძლო. ახლა ამ ეტაპზე ტაქტიკური ცვლილებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია თამაში საწყისი წუთებიდან აგრესიულად დავიწყოთ და 90 წუთი ასე გაგრძელდეს. ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებას აღწევდა. ეს წარმატება შემთხვევითი არ იყო. ეს იმ შრომის და ღირებულებების შედეგია, რომელიც გუნდში დავნერგეთ. მნიშვნელოვანია ყველა თამაშს სერიოზულად მიუდგეთ. რა თქმა უნდა, მალე არის თამაში, წინა თამაში 2 დღის წინ იყო, ეხლა უკვე ხვალ თამაში გვაქვს. ვიტყოდი იმას, რომ იგივე კონდიციებში ამოწინააღმდეგე გუნდიც, რაც შეიძლება მაქსიმალურად აღვიდგინდეს ძალები. დღესაც ვარჯიში გვაქვს, ისევ არის დრო. დაახლოებით 24 საათზე მეტი თამაშამდე და ფიქრობ რომ ზადვარ თამაშისთვის. ის ფაქტი რომ ჩვენი ჰიმნის დროს ალბანელი გულშემატკივრები ყმულობდნენ, მაგაზე ვიტყოდი იმას რომ ეს მათ ღირებულებებზე და მათ დონეზე მეტყველებს, მე რას მოვუწოდები ჩვენ გულშემატკივრებს, რომ იგივე არ გააკეთონ და მაქსიმალურად გულშემატკივრონ 90 წუთის განმავლობაში თამაშის დროს. ყველანაირი რაღაც მიზეზების მოძებნის გარეშე ნამდვილად, ჩვენ სათამაშო სტილს, რაც ჩვენი პლუსია, მაგას ეს მინდვრის საფარი ხელს უშლიდა. შეიძლება, არ ვიცი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაკლებად სრიალებდნენ უკრაინელი ფეხბურთელები, შეიძლება უფრო მომზადებულები იყვნენ ამისთვის, არ ვიცი. მე მაგალითად მე შევამჩნია რამდენიმეჯერ რომ მათი ფეხბურთელებიც ასე თქვა მოსრიალდნენ და შემდეგ კიდე კითხვა რა იყო, მეტი არაფერი ხო საფრთან დაკავშირებით იყო. ხო, ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე ამ საფარმა. მიხარია რომ ნორმალურ საფარზე შეგვეძლება ლოკომოტივზე თამაში ხვალ და იმედოვნებ რომ ჯერ არ შეგვიძლია გავახარო ჩვენი გულშემატკივრები. საქართველოსთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა ალბანეთის ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ და მცველმა ადრიან ისმაილმა, რომელმაც კვარაცხელიას შეჩერებაზე და ალბანელი კომაგების შეურაცხმყოფელ საქციელზე ისაუბრა. ადრეც ვთქვი, რომ საქართველოს ძლიერი გუნდია, ტაქტიკურად ძალიან გამართული, ფიზიკურადაც ძლიერი, ბევრი კარგი ფეხბურთელი ხავს, რომლებსაც შესანიშნავი ტექნიკა აქვთ და კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ გადადიან. რა თქმა უნდა, კოჩორაშვილი მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მოედანზე გავა, 100%-ით დაიხარჯება. ამიტომ ჩვენთვის არაფერი იცვლება. საქართველოს ნაკრების დამარცხება ძალიან რთულია. წინა შეხვედრაში ბევრი ენერგია დავხარჯეთ, რადგან ჩეხეთიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მაგრამ ახლა ის არაა მთავარი. საქართველოსთან რთული თამაში გვაქვს. ეს არის ჯგუფი, სადაც ყველა შეხვედრაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
შემადგენლობა ჯერ არ ვიცით. ფეხბურთელებს უნდა გავესაუბრო. თავს როგორ გრძნობენ. ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე მშვიდად გასვლა და კარგად თამაში შეუძლიათ. მათ სრულიად ვენდობი. საჭიროა რეალობასა და სინამდვილესთან ერთად ვიცხოვროთ. მართალია გამარჯვება და სამი ქულა გჭირდება, მაგრამ ეს ყველას სჭირდება. ნოემბერში ბოლო ორი შეხვედრა სახლში გვაქვს, რაც უპირატესობაა. თუმცა, ახლა ნოემბრის შეხვედრებზე ფიქრის დრო არ არის. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ქულები უნდა მოვიპოვოთ. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. ვეცდებით გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ქულები გჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო მიზნის მიღწევა გართულდება. ვილისანიოლი ძალიან კარგად მუშაობს. მას ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს და თქვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზეც კარგად ითამაშა. რთული თამაში იქნება, ზუსტად ისეთი, როგორც ალბანეთში იყო. შანსები 50-50-ია. ფიზიკურად და ტაქტიკურად დაძაბული შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში ორივე გუნდისთვის უმძიმესი იქნება. აქ სამი ქულით ჩამოვედით. სხვა გზა არ გვაქვს. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შანსი მხოლოდ გამარჯვებით გვექნება. ჯერა რომ ამ სტადიონს სამი ქულით დავტოვებთ. მართალია ბოლო ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან პირველ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. თუმცა ეს უკვე წარსულია. წინ უნდა ვიყუროთ. აქ სამი ქულის მოსაპოვებლად ვართ. იმედია ამას მოვახერხებთ. კვარაცხელიას ყველა ვიცნობთ. იმ ხარისხით და უნარებით რაც აქვს. თუმცა როგორც პირველ თამაში შევძელით მისი შეჩერება, ჯერა რომ ახლაც შევაჩერებთ, რადგან გუნდურად ვთამაშობთ, განსაკუთრებით დაცვაში. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. ყველანაირად შევეცდებით, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ. უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ და საქართველოსთან სამი ქულით წავიდეთ. წინა თამაშზე კომაგების ტვენას რაც შეეხება, ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და თამაშის მიღმა რაც ხდება, ამას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. როგორც უკვე გითხარით, ალბანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ასე რომ, გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და წარმატებები ვუსურვოთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში. აქვე ერთი სასიამოვნო ამბავი. ერთა ლიგაზე ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრაზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გიორგი აბაზაშვილია, ხოლო ვარის ოთახში ფრანკ ბენუამილოსთან ერთად ალეკო აფციაური იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე გიორგი ყრუაშვილმა ბოლოს მიმდინარე წლის 26 მარტს ნორვეგია სლოვაკეთის შეხვედრაზე იმუშავა. ფინეთი ინგლისის შეხვედრა კი ჰელსინკში 13 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.